აქ ზუსტად 10 წუთი აკლია, მე მგონი მოვიდეთ რომ ვისაუბროთ, სად შეიძლება დაისვენოთ ყველაზე იაფად. ვისაც არაერთხელ ხსმენიათ, რომ ადგილობრივ კურორტზე დასვენების ხარჯები მეზობელ ქვეყანაში დასვენების ფასს უტოლდება. ან უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ, როგორ შეიძლება დაისვენოთ თურქეთში ყველაზე იაფად. ამ ინტერესს ჩვენი პროგრამა დაგიკმაყოფილებთ, ჩვენ აღმოვაჩინეთ ტურისტული სააგენტო Sunny Travel, რომლის ეკონომ პაკეტი ასეთია. ერთკვირიანი დასვენება, მგზავრობის, კვების და დაზღვევის გათვალისწინებით თურქეთის სამვარსკვლავიან სასტუმროებში სულ $350 არის შესაძლებელი. თანაც ადგილზე ჩასვლისას გადახდილი თანხის 5% უკან გიბრუნდებათ. ეკონომ პაკეტით უკვე ისარგებლეს სტუდენტებმა მათ და კიდევ იმ ადამიანს, ვინც დასასვენებლად 4 მეგობარი შემოიკრიბა და Sunny Travel-ისგან 50%-იანი ფასდაკლება მიიღო, მაია ლომიძე თავის რეპორტაჟში შეგახვედრებთ. ამირან და დავით ჩიხოშვილები ძმები არიან. ეროვნული გამოცდები წელს ორივემ წარმატებით ჩააბარა და მშობლებისგან თურქეთში დასვენება დაიმსახურა. არც თუ დიდი თანხით Sunny Travel-ს მიაკითხეს და აქციას არ დარჩეთ თბილისში, ერთ-ერთი პირველები შეუერთდნენ. სხვადანაც ვიყავით ერთ-ორ ტურისტულ კომპანიაში ვიყავით, მაგრამ აქ უფრო გვერდში რატომ ყავს, უფრო დამაჯერებელი იყო პირობები. აქ უფრო შედარებით სიაფე იყო ვიდრე სხვაგან. ამირანმა და დავითმა გზა ქემერამდე და უკან ავტობუსით დაფარეს. ეს მათთვის პრობლემა არ იყო. ანსამბლ ალგეთის მოცეკვავეებს ავტოტრანსპორტით უფრო რთული მარშრუტებიც გაუვლიათ. მათ Sunny Travel-ის ეკონომ პაკეტით ისარგებლეს. ერთკვირიანი დასვენება სამვარსკვლავიან სასტუმროში სამჯერადი კვებით თითოს $350 დაუჯდა. ადგილზე ჩასულებს თანხის 5% უკან დაუბრუნდათ. ჯიბის ფული, კი წავიღეთ მართალია, მაგრამ ისეთი შედიოდა ამ პროგრამაში ყველაფერი და უფულეთაც რო წასულიყავი, არაფერი მართლა არ გვიგზნია ესეთი რამე, რომ ფული დაგვჭირებოდა რაღაცა, ჩვენი სიამოვნების გულისთვის კიდევ ზედმეტი გადავიხადეთ, უფულეთ რო წასულიყავი, მოვივლიდი ძალიან დასვენებული ჩამოხვიდოდი, რა თქმა უნდა, და კმაყოფილი რაც თავარია, არაფერში ფული არ დაგჭირდებოდა. დაბალფასიან საგზურებს მომხმარებელს სხვა ტურისტული სააგენტოებიც თავაზობს, მაგრამ ბინგო სისტემისგან განსხვავებით Sunny Travel-ის ეკონომ პაკეტის ფასი ფიქსირებულია და დამსვენებელმა გამგზავრებამდე იცის, რომელ სასტუმროში მოხვდება. არჩევანი უფრო ძვირადღირებული დასვენების მსურველებსაც აქვთ. ამ კომპანიაში სალომემ ანი და კიდევ 4 მეგობარი მიიყვანა. Sunny Travel-ის მეგობრული პაკეტის პირობის თანახმად 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს. მომავალი სეზონისთვის თუ 8 მეგობარ შეკრებს, ხმელთაშუა ან ეგეოსის ზღვის კურორტებზე სრულად უფასოდ დაისვენებს. თუ მოვიყვანდი 5 მეგობარს, მე მექნებოდა 50%-იანი ფასდაკლება. და ამის შედეგად მე ვიხდი $200. ჩემი მეგობრები ხდიან $423. 4 ვარსკვლავიან სასტუმროში ყვება სამჯერადი და ესე იგი დისკოტეკა უფასო, სასმელები უფასო და დაზღვევა გვაქვს კიდე. Sunny Travel-ის დამსვენებლებს გაუთვალისწინებელი პრობლემებისგან BCI იცავს. როცა თქვენ ისვენებთ, თქვენ შეიძლება ელემენტარულად გაგიწევთ ფეხი. და ამისათვის რომ არ დავჭირდეთ ზედმეტი თანხების გადახდა, BCI გაძლევთ შანსს, რომ თუ ამ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მოაგოროს თქვენს ნაცვლად. ასევე შესაძლებელია თქვენი ბაგი უბრალოდ აეროპორტის დაავადებების გამო დაიკარგოს ან დაგვიანდეს. ასეთ შემთხვევაშიც თქვენ არჩებით ბარგის გარეშე. დასვენება შავი დღისთვის ან ჯიბის ფულად გადადებული დანაზოგის გარეშე Sunny Travel-ის დამსვენებლების ანგარიშით აჭარის სანაპირო ზოლში დასვენებაზე იაფი და კომფორტულია. უფრო იაფი ჯდება დამორწმუნეთ წასვლა თურქეთში და იქ დასვენება, ვიდრე ხა იმ პირობებში დასვენება, სადაც ვიყავით ხა, გართობა იქნება თუ იქ ზღვა იქნება თუ რაც არის, ვიდრე წახვიდეთ თქვა ქობულეთში და ბათუმში ან სადმე. აქ დაახლოებით იგივე თანხა გვიჯდებოდა ჩვენ აჭარის სანაპიროებზე დასვენება და გადავწყვეტეთ, რომ ცოტა გავსცეთ საქართველოს ფარგლებს და უფრო კარგად დავისვენოთ საზღვარგარეთ. მაშინ ვისაც აქვს დანაზოგი, მე მგონი შეიძლება აყვეს ამ ტალღას, ვისაც არა და შეუძლია საკუთარი რაღაცნაირი ოაზისი შექმნას ეზოში ან სულაც სახლში. ნატა ნიჟარაძე სწორედ ამ